მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 10 მარტს სრულიად საქართველოში უმეტესად უნალექოთ ჩაივლის დღე. დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში +20 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს +22 გრადუსს უნდა ველოდოთ, მთიან რაიონებში +17. რუსთავში +18, მარნეულში +16, თელავში კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში +17, ომალოში +14 გრადუსი, ლაგოდეხში +9, ცხინვალში ასევე +14, გორში კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. სტეფანწმინდაში +9, ბაკურიანში +7 გრადუსი ფიქსირდება, გუდაურში კი +3, +16 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ხოლო +9 ახალციხეში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ქალაქებს, ქუთაისში +23, ბათუმსა და ფოთში +13, სოხუმში +16, ზუგდიდში კი +21, ქობულეთში ასევე +13 გრადუსი ფიქსირდება. ანაკლიაში +14, ოზურგეთში კი +15 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 10 მარტისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.